მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ჩართვაში. ჩვენ ვიმყოფებით ბათუმში ილია ჭავჭავაძის ძეგლთან, სადაც ბათუმელი მასწავლებლები მართავენ სოლიდარობის აქციას ნინო დათაშვილთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ნინო დათაშვილი, პედაგოგი, ლინგვისტი, დააკავეს საჯარო მოხელეზე ძალადობის ბრალდებით. და დღეს პედაგოგები გამოვიდნენ ბათუმში იმისათვის, რომ გამოხატონ სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული კოლეგის მიმართ. ნინო დათაშვილის დაკავება მოჰყვა 9 ივნისს საქალაქო სასამართლოში განვითარებულ მოვლენებს და თქვენ იცით, რომ მას ედავებიან საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას, რაც ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობას. თუმცა თქვენ, ვინც ადევნებდით იმ დღეს სასამართლოში განვითარებულ პროცესებს, ნათლად დაინახავდით თუ როგორ არაძლევდნენ მანდატურები სინდისის პატიმრების სასამართლოზე მოსულ ადამიანებს სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობას და ერთ-ერთი იყო მაგალითად ნინო დათაშვილი, რომელიც ცდილობდა, რომ დასწრებოდა პოლიტიკური პატიმრების სასამართლო პროცესებს, თუმცა მას არ მიეცა შესაძლებლობა, რომ სასამართლო სხდომის დარბაზში შეეღწია. ჩვენ კადრებში ძალიან ათლად დავინახეთ თუ როგორ იძალადეს მანდატურებმა პედაგოგზე, მათ ფიზიკური ძალის გამოყენებით, აი უხეში ძალის გამოყენებით გამოათრიეს, ასე რომ ვთქვათ, ნინო დათაშვილი სასამართლოს ფოიედან ცემე შეიძლება ითქვას პირდაპირ მნიშვნელობით და კადრებში ძალიან კარგად ჩანდა, რომ ფაქტობრივად აი ხელები ქონდა, აი ეს როგორ იქნება ძალადობის კვალი ეტყობოდა მას ხელებზე, სახეზე და სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე. ათრიეს ფაქტობრივად ის სასამართლოს სხდომის დარბაზში და აი ამ ფორმით გაიყვანეს პედაგოგი სასამართლოს შესასვლელიდან და აი ამის მიუხედავად მაინც პედაგოგის წინააღმდეგ აღძრეს, ასე რომ ვთქვათ, საქმე და ის დაადანაშაულეს საჯარო მოხელის თავდასხმაში. აი ამ ყველაფრის პარალელურად თქვენ, ვინც თვალსადევნებთ აქტიურად მედიას, ალბათ ინფორმირებული იქნებით, რომ აი ამ ყველაფრის პარალელურად ქართული ოცნება ძალიან აქტიურად იღებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც პირდაპირ მიმართულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. დღეს მაგალითად ქართული ოცნების პარლამენტმა სადღაც 9 წუთში რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებას დაუჭირა მხარი, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს ფაქტობრივად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაქსიმალურად შეზღუდვას. აი ამ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში იგულისხმება ის, რომ მაგალითად თუ აქამდე ძველი კანონმდებლობით მტკიცების ტვირთი მოდიოდა მომჩივანზე, ახლა ეს მტკიცების ტვირთი ამ კანონმდებლობით მთლიანად ეკისრება მოქალაქეს. მაგალითად თუ ქართული ოცნების მოხელე, რომელიმე მოხელე გადაწყვეტს, რომ მაგალითად მოქალაქემ მას მიმართა ისეთი ფორმით, რომელიც მან ჩათვალა, ვთქვათ, შეურაცხყოფად, მას შეუძლია უჩივლოს ამ მოქალაქეს, თუმცა ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მთლიანად მოვა მოქალაქეზე და არა იმ პირზე, ვინც შეიტანა სასამართლოში სარჩელი. ძალიან ბევრი შემზღუდავი კანონი მიიღო ქართული ოცნების ხელისუფლებამ. ფაქტობრივად აი ეს საკანონმდებლო ცვლილებები მეტყველებს იმაზე, რომ ოცნების ხელისუფლება კრძალავს კრიტიკას. ყველა ფაქტობრივად იკრძალება ყველაფერი, რაც არ მოეწონება ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს, მათ საჯარო მოხელეებს, მათი პარლამენტის დეპუტატებს და ასე შემდეგ. და ყველანაირი მტკიცების ტვირთი, პასუხისმგებლობის ტვირთი ეკისრება მთლიანად მოქალაქეებს. აი ასეთი რაღაც საშინელი რეპრესიული რეგულაციები შევიდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონში, რაც ფაქტობრივად არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული, ადამიანის ფუნდამენტური უფლების წინააღმდეგ მიმართული, იმიტომ რომ სიტყვის თავისუფლება ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება და სწორედ ამ ფუნდამენტური უფლების წინააღმდეგ არის შესული ყველა ის ცვლილება, რომელიც ქართული ოცნების პარლამენტმა განახორციელა დღეს და თუნდაც წინა დღეებში, ასევე
აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, რომ თითქოს ცილისწამების მუხლი ასევე უნდა შეიტანონ, თუმცა ცილისწამებაში ისინი გულისხმობენ ისეთი რეგულაციების შემოღებას, რასაც თვითონ ჩათვლია თქვათ ცილისწამებად, თუ მაგალითად რომელიმე მაღალჩინოსანმა ჩათვალა, რომ მას ცილი დასწამა ვიღაც მოქალაქე, მაგალითად თუ თქვენ იცით, რომ ამ რეპრესიული კანონების შემოღების შემდეგ და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შემდეგ საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილი ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებს ეძახდნენ მონებს, თქვათ, რუსებს და ასე შემდეგ. აი ამ მსგავსი ტერმინების გამოყენების გამო შესაძლებელია მათ უჩივლონ სასამართლოში მოქალაქეს და თლიანად კიცების პირთით დააკისრონ მოქალაქეს და ბუნებრივია ეს ეწინააღმდეგება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. აქ შეიკრიბნენ პედაგოგები, როგორც გითხარით თავიდანვე ჩვენი ლაივის ჩართვის პროცესში და ისინი გამოხატავენ სოლიდარობას ნინო დათაშვილთან დაკავშირებით. აქ ასევე ვხედავთ პლაკატს თავისუფლება ზიამაღლობელს, რომელიც ასევე არის ინდისის პატიმარი და ჩვენ შევეცდებით, რომ მოგასმენინოთ მათი მოსაზრებები იმასთან და ამ რეპრესიულ ცვლილებებთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობენ პედაგოგები, როგორ წარმოუდგენია პედაგოგს მისი საქმიანობის თუნდაც ფუნქციონირება, როგორც კოლეგას, როგორც მოქალაქეს შეუძლია თუ არა მაგალითად იყოს თავისუფალი და გაავრცელოს თავისი სიტყვა თავისუფლად და კრიტიკული აზროვნება იმ პირობებში, რა სამართლებრივი პირობებით შექმნა ქვეყანაში ქართულმა ოცნებამ. მოგესალმებით ბათუმელების ჩართვაში. მოგესალმებით ქალბატონო ნანა, გვინდა რომ გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრება პირველ რიგში რა შეგიძლიათ თქვათ ნინო დათაშვილთან დაკავშირებით. პრინციპში დღეს ვართ მოცემულობაში, როდესაც უკვე მასწავლებლებსაც უშვებენ ციხეში, ხო? ყავს მსახიობები, რეჟისორები, სტუდენტები, ჟურნალისტი ყავს ციხეში და ეხლა მასწავლებელიც აღმოჩნდა ციხეში. რა არის ეს, რა პროცესში შედის ქვეყანა? წარმოუდგენელი ფაქტები ხდება. აი, ყველა სასამართლო პროცესს ვუსმენდი ფაქტეურად, ნინოსთან დაკავშირებითაც. ყველა პროცესი, რაც მოვისმინე, აბსოლუტურად არაარგუმენტირებული დასკვნები, ვერცეთ მონაწილეს, ვერ დაწყებული ჭიჭინაძიდან მსახიობ წერალს, რომ ვერავის ვერ დაუმტკიცეს, არც ფირები აქვს ამასთან დაკავშირებით, არც რაღაცა ვიდეო კადრები აჩვენეს და სამაგიეროდ ყოვლად უსირცხვილოდ, ყოვლად არაობიექტურად უშვებენ ადამიანებს ციხეში. ხა ეს ბოლო წერტილი იყო ჩემი, რამდენი ხანია უკვე ვერ გამოვდივარ აქციებზე, იმიტომ რომ სკოლაშიც უამრავი საქმეა და უწყისები და რაღაცა და სადამრიგებლო კლასი მყავდა, რაღაც პრობლემები მქონდა და ეს ნინოს ამბავთან დაკავშირებით კაი გამოვარდი, ახლა გამოვიქეცი, იმიტომ რომ წარმოუდგენლად მერტი ჯერეთი ის რომ მოსამართლე რომელსაც ეხვეწება პატიმარი რომ შვილი მყავს აბიტურიენტი და იქნებ რაღაცა გადამივადო. მე ასეთი უსახური, ასეთი ადამიანი რომელსაც სახეზე არ აწერია სიტყვა ადამიანი. საშინელებაა. მე ვიცი მესმის რომ ბევრი რაღაცა უნდა გაკეთებულიყო 9 წლის მანძილზე, მაგრამ ვერ გააკეთა ამ კაცმაც. იესო ქრისტე ხო არ იყო, ბევრი შეეშალა, შეცდომები ჰქონდა რაღაცები. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს სასამართლო არ ითვალისწინებს არაფერს? ეს არის მთლიანად ჰუმანიზმისგან დაცლილი სისტემა? რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ამის მიზეზი არის მხოლოდ ფული, მეტი არაფერი არ. როცა მასწავლებელი ზის ციხეში, მხოლოდ იმიტომ, რომ მას სოლიდარობა გამოიხატა სინდისის პატიმრების მიმართ, ხო? თქვენ როგორც პედაგოგი როგორ უყურებთ თქვენს ხვალინდელ დღეს? აი, იმიტომ რომ მასწავლებლის და სკოლის დანიშნულება ხომ არის კრიტიკული აზროვნების განვითარება და დღეს მიღებული კანონები პირდაპირ კრძალავს კრიტიკას, ხო? როგორ წარმოგიდგენიათ ამ პირობებში სწავლების პროცესი? ყველა ბავშვების მიერ დასმულ კითხვას პასუხობდი. ეხლა ვფიქრობ, რომ ასაკში ვარ უკვე და ხა წარმოიდგინეთ რაღაც მოკიბულად უნდა უთხრა ალბათ, რომ არ დავიზიანო თავი და გული არ ვატკინო ჩემს ოჯახს. ანუ თვითცენზურას ალბათ, ხო, ალბათ ასე ვფიქრობ. ეს ხომ დააზარალებს მთლიანად პროცესს მაინც. ალბათ, მაგრამ ეს სხვა გამოსავალი არა მაქვს, იმიტომ რომ ვერ ვხედავ სხვა ჯერჯერობით, მაგრამ ისეთი ოპტიმისტი ვარ. მე ვიცი, რომ ეს არ შერჩება არავის. ტიციან ტაბიძის საფლავი არა აქვს დღეს საქართველოს და უამრავი ძალიან კეთილსინდისერი ადამიანის, მაგალითად ჩემი ბაბუა 37-ში რო დახვრიტეს, მის საფლავი არის ხაბაროვსკში და სულ მიბარებდა დედაჩემ რომ იქნებ ერთი ქართული მიწა მამაჩემის საფლავზე წაიყოთ. არასოდეს არ ჩავა რუსეთში, არასოდეს არ ჩავა ხაბაროვსკში. მაგრამ
აი ადამიანები რომლებმაც ეპოქა შექმნეს. კაი ბაბუაჩემი ერთი ჩვეულებრივი რიგითი ადამიანი იყო და დააპატიმრეს, იმიტომ რომ ნოე ჟორდანიას მეგობრად ითვლებოდა და რაღაცა, მაგრამ ხომ მყავს აი ევგენი მიქელაძეო, ჯავისა რა ქვია, თუნდაც ტიციანი. ფიქრობთ რომ საბჭოთა რეჟიმი რადგან თავის დროზე არ გასამართლდა, იმის გამოძახილია ეს ყველაფერი? მაგაზე ხშირად ვიფიქრია, ეხლაც მაგაზე ვფიქრობ, რომ ეს რომ თავის დროზე გაეკეთებინა და გაესამართლებინა, დღეს ვეღარ გაბედავდნენ ამას. ესენი ფიქრობენ, რომ ჩვენ ეს ყველაფერი გაგვივა. იმიტომ რომ იცით რატო ფიქრობენ ამას? ძალიან ბევრი ფული აქვთ. მილიონერები და მილიარდელები გახდნენ. წარმოგიდგენიათ, ხო უყურებთ ხა სასამართლო პროცესს, ვიღაც არ მოეწონა ბიზნესს, არ მათი ძალაუფლება მხოლოდ ფულზე დგას და ეს ძალაუფლება არ შეირყევა, ანუ პროტესტის წინააღმდეგობით. რა ვიცი, მე რამდენად ისტორიას ვკითხულობ, უამრავი ქვეყნის ისტორია ვიცი, არავის ეს დიქტატურა არ შერჩენია. აბსოლუტურად არც ერთ ქვეყანაში და მეც ასე ვფიქრობ, ხა ლუკაშენკოც კი, ამ ბოლო ხანით მოგიწევთ რა გააკეთა ლუკაშენკომაც კი ადგა და იძულებული გახდა და გაუშვა ქვეყნის პირველი რევოლუციონერი, ასე ვთქვათ. გაათავისუფლა და ეს კაცი ჯერჯერობით მუხრუჭს ვერ ხედავ. არ მუხრუჭდება, რატომღაც პირდაპირ მიდის ბანკზე. არ ვიცი, ამ დაგვაშინოს უნდა ალბათ. აი ხოდა დღესაც აი ასეთი მცირე ადამიანი ჩვენ არასოდეს პროტესტის დროს არ ყოფილვართ. იმიტომ გამოვიდნენ ასეთი ცოტანი, რომ ამ რეპრესიული კანონების მიზანი ხომ ის არის, რომ მთლიანად ჩაკლას, მოკლას პროტესტი, ხო? თუ კი მოქალაქე ანუ დაემორჩილება ამ რეპრესიას, მაშინ რა მოუტანს მას თავისუფლებას? თქვენ როგორ ფიქრობთ? მით უმეტეს თქვენ ძალიან ხშირად ხართ რეპრესიებით დაშინებული, კუთხეში დამტყდეული ადამიანი თვითონაც ვერაფერს გახდება და პედაგოგებზე რომ ვისაუბროთ აქ და მე დღეს პირველ რიგში როგორც პედაგოგი აქ ვარ, დაშინებული პედაგოგი კრიტიკულ აზროვნებას მოსწავლებს ვერ ასწავლის. ვერ უპასუხებს ძალიან ბევრ შეკითხვას და შესაბამისად პედაგოგების წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესია სხვა არაფერია, ვიდრე ქვეყნის მომავლის მკვლელობა. სივრცე. პრინციპში ქვეყნის მომავალი დღეს ყავთ ციხეებში, ხო? 19 წლის გახდა ერთ-ერთი სინდისის პატიმარი. 18 წლის მოზარდი ყავდათ ციხეში, ხო? და ფიქრობენ კი ისინი მათ მომავალზე. არ მგონია რომ ფიქრობდნენ, ალბათ ასე არ მოიქცეოდნენ. მე დავეთანხმებით ალბათონ ნანას და მე ვთვლი რომ აქ ძირითადად ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი და ეს არის მათი мотиваცია მოსამართლეების და იმ ადამიანების ვისთანაც თანამშრომლობენ ეს მოსამართლეები, ვიზეც არიან დამოკიდებულნი. და კიდე დავამატებდი დღეს არა მხოლოდ როგორც პედაგოგი, არამედ როგორც შვილების დედა ვდგავარ აქ, იმიტომ რომ ჩემი შვილების მომავალი არის კითხვის ქვეშ და როგორც ალბათ ბევრი ჩვენგანი მეც ვფიქრობ იმაზე, რომ თუ რაიმე სასიკეთოდ არ შეიცვალა, ჩემ შვილებსაც მოუწევთ ალბათ წასვლა ქვეყნიდან, რაც არ მინდა. მე თავის დროზე ჩამოვედი საქართველოში იმისთვის, რომ აქ გამეჩინა და გამეზარდა შვილები და ჩემთვის ეს პირადი ტრაგედია იქნება თუ გადაწყვეტილებას მიიღებენ. დიდი მადლობა, რომ გაგვიზიარეთ მოსაზრება. შევეცდები რომ სხვა პედაგოგებსაც გავესაუბრო. მოგესალმებით ბათუმელების ჩართვაში. რა შეგიძლია თქვათ იმ ფაქტზე, როდესაც უკვე მასწავლებელიც გახდა რეპრესიის მსხვერპლი და თქვენი კოლეგა არის დღეს ციხეში, მას ემუქრება 4-დან 7 წლამდე პატიმრობა. მხოლოდ იმიტომ, რომ ის სასამართლოში მივიდა სოლიდარობისთვის, არ შეუშვეს დარბაზში და ძალის გამოყენებით გამოათრიეს ქალბატონი ნინოს ხდომათა დარბაზიდან და ჩვენ ეს ვნახეთ საკუთარი თვალით. რა შეგიძლია თქვათ იმაზე, რომ ქვეყანაში იკრძალება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება? მე მასწავლებელმა ვთქვა იმ ადამიანზე, რომელსაც გაუჩნდა სინდისის კენჭნა, გრძნობა, პასუხისმგებლობისნობა, რომ მისი მოსწავლეების ასაკის თანატოლ ადამიანს უსამართლო დასამართლება და გაუჩნდა ამის მიმართ პროტესტის განცდა. და გამოხატა ეს გულწრფელად, ასეთი მასწავლებლები უნდა ყავდეს საქართველოს. ასეთი მასწავლებელი ბევრი რომ ყავდეს ჩვენს ქვეყანას, მაშინ შეიძლება დღევანდელი დღეც არ ყოფილიყო. ამიტომ სოლიდარობა ქალბატონ ნინოს და მეც მინდა რომ მქონდეს მაგის ვაშკაცობა და ალბათ უნდა მქონდეს და ჩვენც ასე უნდა გავძლიერდეთ. და
ჩვენი რისხანებაც და რა ვიცი ჩვენი პროტესტიც ეს არის რომ იქ 17, 18, 19 წლის ბავშვები ახალგაზრდები პირველად ისინი ჩასცნენ ციხეში, პირველად ისინი დააპატიმრეს, ჩვენ დედებიც ვართ, მასწავლებლებიც ვართ, ამიტომ ბუნებრივია ჩვენი პროტესტი. და ძალადობას რაც შეეხება, მე კადრებში არ დამინახია ქალბატონ ნინოს ძალადობა. ან იმ ვეშაპივით მანდატურების წინააღმდეგ რა ძალა უნდა გავგებო, იქედან აქედან გაკავებული ყავდათ, რა ძალადობა უნდა გამოიჩინა, მე ხელებით ფეხებით გამოაწვიეს ფაქტობრივად. იმათ ვაჟკაცობას წყალებში კი ხედავდი, რომ ქალზე ასე ძალადობდნენ, არის ეს იყო და არ ვიცი. ჩემთვის დამამცირებელია ისეთი ქვეყანაში ცხოვრება, როდესაც თუ გინდა პროფესიულადაც ეს შენ რაღაც ვალდებულება კონდეს, ყველასთან შეიძლება რაღაცა ისეთი ნორმალურად მოქცევა, იმ შენი პროფესიული დავალების შესრულება, ისე რომ ყოველგვარ ნორმას არ არღვევდე და მამაკაცი ხარ და რაღაცნაირად შეძლო ისე გამოყენება. მე ძალადობა არ მინახავს, ასე რომ როგორ შეიძლება იფუნქციონიროს პედაგოგმა ქვეყანაში, სადაც ეუბნებია, რომ კრიტიკა არის დანაშაული, კრიმინალიზებულია ფაქტობრივად ხელისუფლების კრიტიკა. თუ ღმერთმა არქმევს, თუ ასე გაგრძელდა ქვეყნის მომავალი, მაშინ ღმერთმა არქმევს ჩვენ გვეყოლება, მაშინ გვექნება ქვეყანა, თუ მასწავლებელი არის ახლდელი მომავალი თაობი, სადაც აღარ იარსებობს თავისუფალი სიტყვა, აღარ იარსებობს პატრიოტიზმი, აღარ იარსებობს სიმართლე. ეს იქნება მონების ქვეყანა, სადაც და სახელი არ დაერქმევა არაფერს, ხო? ტერი და მოყარეს მოყარეს. ვინც არ აქვს კახაბერს, იმას დაარქმევენ კახაბერს, როგორ წდება და აი რა ვიცი, აღრეული იქნება ყველა ღირებულება ერთმანეთში და დაკონსერვებული იქნება ადამიანის ტვინის, ინდისის, პატრიოტიზმის ყველაფერი და ყველა რა ვიცი, აი ნახირებით გარეკავენ საძოვარზე და მორეკავენ. ეს იქნება საშინელი, მაგრამ მე ამ კანონების მიმღებებს ალბათ აქვთ ჩაფიქრებული, რომ ნახირად, როგორც თქვენ თქვით, აქციონ საზოგადოება, მაგრამ რა არ აქცევს ამ საზოგადოებას იმად, რაც უნდათ ამ კანონის შემოქმედებს, რა ნაბიჯებია გადასადგმელი საზოგადოების მხრიდან, გარდა იმისა, რომ დღეს დგახართ და ამ ფორმით გამოხატავთ პროტესტს. ჩვენ ალბათ ჩვენ საზოგადოებამ ალბათ უნდა უფრო რეალურად დავინახოთ ეს პრობლემა, რომ ნამდვილად გაჩნდა ეს პრობლემა და საკუთარი პასუხისმგებლობის ხარჯზე, საკუთარი გამბედაობის ხარჯზე თქვათ უნდა მაინც მინიმუმ სოლიდარობა მაინც უნდა გამოუცხადოთ იმ ადამიანებს, რომელთაც მეტი გამბედაობა აქვს და მით უმეტეს დედებმა, შვილები, ჩვენი შვილები უნდა წარმოვიდგინოთ იმ შვილების ადგილას, მასწავლებლებმა ჩვენი მოსწავლეები უნდა წარმოვიდგინოთ და საერთოდ ქვეყანა ჩვენია ეს ქვეყანა და მე თუ აქ გავარ 23 წლის ასაკის როდესაც ვიყავი, ვიდექი იქ სადაც ვიდექი. მე გამოვიარე ეს ყველაფერი. ახლა მე გავარ ჩემი შვილების გამო და ჩემი მოსწავლეების გამო. სხვა გზა აღარ არის. აი მაგალითად 11 სინდისის პატიმრის საქმე განიხილებოდა დღეს და მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა აი ამ სინდისის პატიმრებს, რომლებსაც ყავთ ადვოკატები და არაერთი ადვოკატი, ძალით დაუნიშნა სახელმწიფო ადვოკატი. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ადვოკატები იყვნენ წინააღმდეგი ამის და მათ თქვეს, რომ არ ჭირდება მათი დაცვა ამ ადამიანებს, იმიტომ რომ მათ ყავთ თავიანთი ადვოკატები და ამ შემთხვევაში ადვოკატებმა გამოიჩინეს ერთგვარი სოლიდარობა და წინააღმდეგობა, ასე რომ ვთქვათ, გაუწიეს რეჟიმს. რამდენად მნიშვნელოვანია ყველა პროფესიულ წრეში მსგავსი ტიპის სოლიდარობა და წინააღმდეგობა თქვენი დაკვირვებით? აუცილებელია ეს ყველაფერი და მე ცოტა საიმედოდ ისიც მეჩვენა, რომ იქ ახალგაზრდა ქალი იყო მოსამართლე, რომელმაც გააპროტესტა რაღაც კანონები და თქვა, რომ ეს მოსამართლის თავისუფლება სულავს აღარ მახსოვს სახელმწიფოებრივი. გამოჩნდნენ უკვე ადამიანები, რომლებსაც აი ასე ადვილად ვერ ათქმევინეს თავიანთ პროფესიულ პატრიოტიზმზე უარი. გამოჩნდნენ და არსებობენ ასეთი ადამიანები საზოგადოებაში, რომელთა გამბედაობაც ალბათ მეტი უნდა გაშნდეს ადამიანები და მე მაინც იმედი მაქვს, რომ მომავალი იქნება ნორმალური ჩვენ მეტის გადაგვიტანია. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ქალბატონო ნანი ბათუმელების ჩართვაში ხარ, მინდა გაგვიზიარო თქვენი მოსაზრება იმ პროცესებზე, რა პროცესშიც დღეს იმყოფება ქართული სახელმწიფო. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში
აუქმებენ ისეთ მუხლებს, რომელიც არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება, ხო? გამოხატოს, გაავრცელოს თავისი აზრი თავისუფლად. აი ამ ყველაფრისგან გამოცლილი სახელმწიფოში როგორ წარმოგიდგენიათ მოქალაქის თავისუფლება, თქვენი როგორც მასწავლებლის თავისუფლება და იმ ბავშვების თავისუფლება, ვისაც თქვენ ასწავლით კრიტიკულად აზროვნებას. მოგესალმებით კიდევ ერთხელ საქმეც ისაა და ზუსტად იმიტომაც ვდგავარ აქ, რომ ვერ წარმომიდგენია ასეთ გარემოებაში როგორ უნდა ვიყო მე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სრულიად თავისუფალი იმაში, რაშიც ბავშვებს უნდა ვასწავლო ჩემი ჩემი კი არა, ქვეყნის საზოგადო ფასეულობები და ღირებულებები. ყველა გაკვეთილი ჩვენი ნაწარმოებები თუნდაც ზუსტად იმაზეა აწყობილი, რომ ადამიანის ფუნდამენტური ღირებულებები არის თავისუფლება და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. თუ ორივე მათგან საფრთხე შეექმნება, მაშინ რაღა დამრჩება მე მასწავლებლებს. რა ღირებულებითი სკალა მექნება, რომ მათ რაიმე უთხრა, აუხსნა და ან რა მომავალი და პერსპექტივა უნდა ვაჩვენო მე მათ. სწორედ ამიტომ ვდგავარ აქ, იმიტომ რომ უკვე რამდენიმე თვეა ჩვენს ქვეყანაში ვერც კი წარმოვიდგენდი ისე განვითარდა მოვლენები, ჯერ იყო და ევროპული ცვლილება გამოგვიცხადეს და იმ ღამიდან დაიწყო ჩვენი ეს მუდმივი საპროტესტო აქციები, მაგრამ თურმე ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისი ყოფილა, იმიტომ რომ მხოლოდ ევროპული მომავალი კი არა, აგერ სიტყვის თავისუფლება დაგვრჩა, გამოხატვის თავისუფლება დაგვრჩა გასაცავი. როგორ უნდა იყოს მშვიდად და არაფერი არ თქვა და არ გამოხატეს სოლიდარობა იმ ქვეყანაში, რომელსაც ყავს ისეთი პარტნიორი, როგორც ისია. მაშინ, როდესაც ერთი სილის გაწმის გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება და როგორ უნდა იყოს მშვიდად ისეთ სახელმწიფოში, როცა სასამართლოებში რამდენიმე თვეა მხოლოდ იმაზე მსჯელობენ, რამდენად ნაკლებად და მეტად აქვს აწესებული პოლიცია. და როგორ გააჩუმონ მოქალაქეები. და ასევე როგორ არ მოისმინონ მათგან კრიტიკა, ხო? ამაზე მსჯელობენ ფაქტობრივად. მე სწორედ იმიტომაც ვთქვა, რომ შენს მოსწავლეებთან შევალინდა რომ იყო მართა. იმიტომ რომ მე წლების შემდეგ მან არ მithქვა საყვედური, როდესაც ქვეყანაში ასეთი მოვლენები ვითარდებოდა და გაკვეთილზე სულ სხვა რამეს მასწავლებელო, სად იყავი მაშინ და მე ზუსტად ამიტომაც ვარ, რომ მათ ვუთხრა, რომ აი აქ ვიყავი, მე თავს ვალდებულად ვთვლი იმ თაობის წინაშე. ერთხელ მოსწავლემ რაღაც ძველ თავისუფლებაზე დაიწყო, ან თავისუფლების მოპოვებაზე, მე ადრეულ დაკარგვაზე და ისეთი საყვედურით და მონათით ვკითხა, ეს როგორ დაგემართათ, როგორ დაკარგვით თავისუფლება, ეს სულ დამდეს დანაშაულის განცდად, რომ ჩვენ მათ ვერ შევუდარჩუნოთ. აი მასწავლებლების სიჩუმე, ჩვენ ვიცით რომ ქვეყანაში 60,000-მდე მასწავლებელია თითქმის, მაგრამ პროტესტში ვხედავთ სადღაც 100-200 მასწავლებელი. როგორ ფიქრობთ, აი ეს დუმარე მასწავლებლები ასწავლიან მორჩილებას რეჟიმის მიმართ? თუ რას ეტყვიან ხვალ ისინი თავიანთ მოსწავლეებს, როდესაც ილიაზე დაუწყებენ საუბარს, ხო? ქართულ სახელმწიფოს მნიშვნელობაზე უნდა ელაპარაკონ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე. როგორ უნდა ილაპარაკოს სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, როცა თავად გააჩუმეს დღეს რეპრესიული კანონით და ამას დაუხარა თავი. ძალიან რთულია და ჩემთვის ამ თემაზე საუბარი, რომ მასწავლებელს ყველა უნდა თქვა, იმიტომ რომ მე ვიცი ძალიან ბევრი მასწავლებელს, რომელსაც აქვს ძალიან სწორი პოზიციები, ძალიან სწორი ღირებულებები და ფასეულობები, მაგრამ მართლა იმ ალბათ რეპრესიული კანონების გამო ვერ ბედავენ განსხვავებას. მასწავლებელი, რომელიც რაღაცას ვერ ბედავს, იმან შეიძლება მამაცი თაობა აღზარდოს, პატრიოტი თაობა აღზარდოს, მისი უფლებების მცველი თაობა შეიძლება მან აღზარდოს. არ ვიცი მასწავლებელი უნდა იყოს თუ არა გმირი, მაგრამ ხო სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირება ნამდვილად ჩვენი ვალდებულება. რა არის გმირობა დღეს? შესაძლოა ის სამოქალაქო პოზიციის აქტი ხმამაღლა დაფიქსირებაც, რომელსაც ახლა დაფიქსირებთ ჩვენ. შესაძლოა ესეც გმირობა იყოს. გმირობა უფრო ფართო, უფრო სხვა გრძნობა მეგონა, უფრო სხვა რამე, უფრო ღრმა, მაგრამ დღეს ისეთ საზოგადოებაში ვართ, როცა უკვე ესეც კი გმირობად ითვლება? არ ვიცი, ვერ დავამტყურო, შესაძლოა ამ მასწავლებელს, იმიტომ რომ ალბათ მათ უკან განან ოჯახების შვილები, თუმცა ერთსაც ვიტყვი. მე სწორედ იმიტომ გამოვედი, რომ შვილების დედა ვარ და ჩემი შვილებისთვის უკეთესი სამშობლო მინდა, უკეთესი ქვეყანა მინდა და ჩემი შვილიშვილისთვის მინდა ლამაზი და ნათელი მომავალი და ამიტომაც გამოვედი. ამიტომ მე მგონია, რომ ეხლა დროა
შიში დავძლიოთ, იმიტომ რომ თუ მართლა გაგრძელდა უბრალოდ სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის გამო ადამიანების დასჯა, ყველა ჩვენგანამდე აუცილებლად მოაღწევს და მე მართლა აღარავინ დარჩება ქვეყანაში, ვისაც ემპათიის გამოხატვის საშუალება ან უნარი ექნება. მე ხანდახან ვამბობ, რომ თქვენს კარზე რომ დაიჩოქოს მეთქი იმავე ახლება, მე აღარ მექნება. მე მგონი უკვე დაჩოქილია, იმიტომ რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ხო ყველას ეხება, ეს ხო მარტო მედიას არ ეხება, არა? როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ჩვენ კონფორმისტები ვართ მაინც და სანამ პირადად ჩვენ არ შეგვეხება, ალბათ მანამდე ვერ ვაანალიზებთ რა საფრთხეებს ეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. რა თქმა უნდა, ყველას ეხება. რა თქმა უნდა, პირველი შემოსავლები უნდა იქნეს იქ, სადაც უნდა იქნეს, მაგრამ მე მგონია მაინც რომ სამოქალაქო ცნობიერება არც ისეთი დაბალია, რომ საზოგადოება არ იყოს მზად იმ უარესი ცვლილებების გასააზრებლად, რომელიც დღეს გაჩვენს ქვეყანაში და მე მაინც მგონია, რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდება. მადლობა. და ალბათ სოლიდარობა ნინო დათაშვილს, აი ეს არის თქვენი პლაკატი, მოგესალმებით. ძალიან ხშირად მესმის ქალბატონო იზოლდას სახელს, რომ აი უფრთხილებიან თავიანთ შვილებს და ამიტომ არიან ჩუმად, რომ ოჯახები ყავთ და ასე შემდეგ. ანუ თუ დღეს მოქალაქე ვერ იცავს საკუთარ უფლებას, რომ მას ჰქონდეს ფუნდამენტური უფლება ილაპარაკოს საკუთარი მოსაზრება და გაავრცელოს, ფიქრობთ, რომ ისინი ოჯახს იცავენ ამით, ან თავიანთ მოსწავლეებს, ან სტუდენტებს იცავენ ამით? მოგესალმებით. იცით რა, მე კი მგონია, რომ ადრე ვფიქრობდი, რომ ეს შემიძლია. მართლა გულწრფელად მეგონა, რომ ეს შემიძლია. მაგრამ ურთიერთობების აი ამ ხანგრძლივმა პროცესმა მაჩვენა, რომ არ შეგვიძლია. ეს თქმა. არ ეშინიათ უბრალოდ ყველა თავის პატარა ჭიას ახარებს და სანამ ახარებს, მანამდე თავს ძალიან კარგად ხსნობა. რომ ეშინოდეთ რეპრესიების და ოდნავ მაინც რომ აღელვებდეთ ქვეყნის ბედი ხვალი, თუნდაც თავიანთი შვილების მომავალი, ესეც კი დიდად არ აღელვებდა. ანუ რეპრესიულ და დათრგუნულ სახელმწიფოში შეიძლება აღარ თავი იგრძნოს ვინმე? ხო, არა, მე სხვა რაღაცა მინდა გითხრათ. აი, ჩვენ ვართ სადღეგრძელოების ყალბი, თავისეული პატრიოტი ხალხი, სადღეგრძელოებში გაზეპირებული ლექსებით და ფრაზებით რომ პატრიოტი. ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელსაც ჭამას უნდა გვიყვარს. რესტორნები გადაჭედილია. ქვეყნისთვის თავდადებული ხალხი თუ თუნდაც ოდნავ მაინც ხელვარე ხალხი დღეს რესტორანში უბრალოდ მედიკეებს წესით არ უნდა იკეთოს. მით უფრო თუ ეშინია, მით უფრო მაშინ არ უნდა იკეთოს. გამოდის რომ არ ეშინიათ უბრალოდ გულგრილია ამ პროცესების მიმართ? ამას წინათ იყო კამათი იმაზე, რომ თურმე იაკობ გოგებაშვილის დედაენას პატივს არ ავცემთ, თურმე იაკობ გოგებაშვილი თუ უნდა ვასწავლოთ. ხო და ერთი რამ მაინტერესებს ის ხალხი, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, ბჭყალებში მეტაცებული აქვს ხელისუფლება, იაკობ გოგებაშვილის დედაენით არ ან იაკობ გოგებაშვილის ღირებულებები რა იყო, ხო? ქართული სახელმწიფოებრიობისთვის ზრუნვა, რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და სწორედ ის თქმას ვაპირებ, რომ აი იაკობ გოგებაშვილი ის ადამიანი იყო, რომელმაც რუსული დიპლომი დაწვა, რომ ქართული საქმე ეკეთებინა. ან ამ ხალხს რა უფლება აქვს საერთოდ რო ახსენონ გოგებაშვილი, ან რა უფლება აქვს საერთოდ რომ ახსენონ ილია ჭავჭავაძე. მე არ მგონია რომ დიდათ აღელვებდეთ ან ქვეყანა, ან ბავშვები, ან მომავალი და ყველაზე ცუდი ის არის რომ თავიანთი შვილების მომავალიც კი არა და თავარი დღესდღეობით პაწაწკინდელა ჭია გაახარონ, კარგად იყონ, ჭამონ, სვან და Facebook-ზე ატვირთონ ფოტო ვიდეო მასალა მათიკები. სამწუხაროა ეს არის. და რა საერთოდ მივდივართ, მაგრამ სასაცილო ის არის, რომ სულ მალე ამის უფლება რო აღარ ექნება Facebook-ზე, აი მაშინ რა უნდა გააკეთო. ხო და ვიცი რომ ყველასთან მივა ეს ბოროტება, აი ეს დიქტატურა, რომელიც სისხლის გარეშე ვერ არსებობს. ყველასთან მივა და როცა ყველასთან მივა, აი მაშინ გაუგზავნე მისამოს ბარათებს, იმიტომ კი არა რომ გამიხარდება, იმიტომ რომ მათ ეს აბსოლუტურად დაემსახურებს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მოგესალმებით ბათუმელებისთვის თუ გინდათ გაგვიზიაროთ მოსაზრება დღეს რისთვისაც ხართ აქ. რა შეგიძლია თქვათ იმაზე, რომ უკვე მასწავლებელი შეემატა სინდისის პატიმრების სიას, მსახიობებს, სტუდენტებს, სხვა სფეროს წარმომადგენლებს, თქვათ ჟურნალისტის ციხეშია, რა არის ეს? სად მიდის ქვეყანა? პოეტებს, მასწავლებლებს, პოეტიც ხო? სტუდენტებს, წერლებს? კრიმინალები გარეთ არიან.
ერთს ვიტყვი იმას, რომ თვითონ ეს ქალბატონი როგორც ვიცი, სხვისი სოლიდარობის ნიშნად იდგა და მე არ ვიცი, მასწავლებელი როცა ვარ, არ შემიძლია სახლში ყოფნა ამ დროს, მას სჭირდება ახლა ჩვენი სოლიდარობა და აქ ვარ ამისთვის. და კიდე დავამატებ იმას, რომ როცა ქვეყანაში გვაქვს ოჯახის სიწმინდის დღე და ეს წიგნებიდან მოგვიწოდებენ ოჯახის სიწმინდეზე, წესით და რიგით უნდა გაეთვალისწინებინათ ნინო დათაშვილის ოჯახის მდგომარეობა, რომ მას ყავს აბიტურიენტიშვილი და ეხლა შვილთან უნდა ყველაზე სჭირდება ყველაზე მეტად ყოფნა. აი ამიტომ გამოვედი აქ და თავისუფლებას ვუსურვებ. რა დაახევინებს ამ სისტემას უკან? ანუ რაში ხედავთ გამოსოლიდარობა ჩვენ მოქალაქეების ერთად დგომა. არ აქვს მნიშვნელობა 5 იქნება 10, 20. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთის მხარდამჭერები უნდა ვიყოთ აუცილებლად და უნდა დავაფიქსიროთ ღიად და უფარავად ჩვენი აზრი. გამოხატავდეთ უნდა საკუთარ პოზიციას ყოველთვის და ყოველდღე. დიდი მადლობა. თქვენ ხო არ გაქვთ სურვილი? მოგესალმებით ბათუმელების შარტვაში. ხო არ გაგვიზიარებთ მოსაზრებას აი ამ რეპრესიულ კანონებთან დაკავშირებით? მასწავლებელი თქვენი კოლეგაა უკვე ციხეში, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება და რა შეგიძლია თქვათ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში შეტანილ იმ ცვლილებებზე, რომელიც ფაქტობრივად უკრძალავს არა მარტო მედიას, მოქალაქეებსაც, ფაქტობრივად ყველანაირი კრიტიკული აზრის გამოხატვას, იმიტომ რომ შეიძლება ეს ჩაგითვალონ შეურაცხყოფაში, სახელის გატეხვაში და ასე შემდეგ და მტკიცების თვირთის დაგაკისრონ თქვენ, მოქალაქეს, პედაგოგს და ასე შემდეგ. ხო, აქ არის ალბათ პრინციპიც მარტივია და ფილოსოფიაც, რასაც ემსახურება, რომ ფუნდამენტური ღირებულებები რაც არის, რაზეც ფუძნდება კაცობრიობა, ცივილიზაცია, ადამიანის თავისუფლება, რომლის საფუძველიცაა, ამის მოსპობით და შეზღუდვით ადამიანობას ვაკარგვინებენ თავისთავად ინსტიტუციებიც სუსტდება, საზოგადოებაც კარგავს რწმენას საკუთარ თავში, პიროვნებაც კარგავს რწმენას საკუთარ თავში და ეს იწვევს კატასტროფულ შედეგებს. რაღაც დომინოს პრინციპით აინგრევა ყველაფერი ის, რასაც წესით და რიგით უნდა აშენებდეს ცივილიზებული საზოგადოება და რასაც უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო. როგორც საშუალება იმისა, რომ მივახციოთ მიზანს, იყვნენ ადამიანები, ბედნიერები და თავისუფლები და ეხლა თავისუფლებას თუ უზღუდავ ადამიანს, ესე იგი სახელმწიფო თავის ფუნქციას აღარ ასრულებს და აღარ ასრულებს. აი, როგორც წარმოგიდგენიათ, კრიტიკის სწავლება სკოლაში ხართ ხო თქვენ და ნებისმიერი ლიტერატურა იქნება თუ არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერი საგნის სწავლების დანიშნულება არის, რომ მოსწავლეს აჩვენო თეთრისა და შავის გარჩევა, ხო? ლოგიკური მსჯელობა, აზროვნება, კრიტიკული მიდგომა. აი ამ პირობებში, როცა ეუბნებიან, რომ ის რაც მე არ მომწონს არის დასჯადი, როგორ შეიძლება საერთოდ განათლების წინ წასვლა, განათლებას აზრი ხო არ ეკარგება საერთოდ? განათლებას პირიქით უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება, აზრი არ ეკარგება სამაგიეროდ და ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი განათლება იქნებოდა ეს ყველაფერი ამას ამტკიცებს კიდევ ერთხელ, უბრალოდ ხო ეს სწავლება კაცობრიობა დიდი ხანია შეთანხმდა რომ მარტივ პრინციპზე დგას, ამას ქვია თანამშრომლობით სწავლება, დისკუსიაზე დაფუძნებული სწავლება, რომელიც თავისთავად გულისხმობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას და შემოქმედებითობის განვითარებას და მრავალი სხვა უნარისაც, რომელიც ადამიანს სჭირდება იმისათვის, რომ შედგეს როგორც პიროვნება და ემსახუროს საზოგადოებას, ანუ ააშენოს წესიერი სახელმწიფო და რა თქმა უნდა და თან სწავლა და სწავლება არ ხდება, ვიცი, ლექციებით და დიდაქტიკური რაღაცებით საუბრით. პირადი მაგალითებით უფრო ალბათ. მაგალითებით ხდება, რა თქმა უნდა, ყოველთვის. კეთებით და მაგალითებით და რა თქმა უნდა, როდესაც არის დრაკონული კანონების შეზღუდვები, ადამიანს ლოგიკურია, რომ თვითცენზურა აქვთ და თვითცენზურა რომ არ წოდეთ კანონიც თუ ზღუდავს ამას, მით უმეტეს ვერანაირი მაგალითის მიცემი ვერ იქნება მასწავლებელი მოსწავლისთვის და სკოლა როგორც ინსტიტუციაც ვერ შეასრულებს თავის ფუნქციას თავისთავად და ეს რა თქმა უნდა განათლების შინაარსზე და არსზე ცუდად იმოქმედებს მოსწავლეების პიროვნულ განვითარებაზე და თავის შედეგი გვექნება სამწუხაროდ ცუდი. თუმცა ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს ის, რომ ძალიან ნათელი თაობა, რომლებიც და ძალიან ნათელი ადამიანი ბევრია, რომლებიც მიუხედავად ყველაფრისა, მაინც თავის საქმეს აკეთებენ პატიოსნად და განათლებაში მნიშვნელობას დებენ, რაც განათლებას აქვს. უვითარებენ მოსწავლეთა აზროვნებას. მადლობა, რომ გაგვიზიარეთ მოსაზრება. სხვა მასწავლებლებსაც გავესაუბრებით. ვიცი. სკოლაში რას ფიქრობთ აი ამ პროცესებზე, რაც
მიდის ჩვენს თვალწინ ვითარდება. მასწავლებელი დააპატიმრეს, ხოლო ჯერ იძალადეს მასე და მე აქეთ წაუყენეს ბრალი. ჟურნალისტი ჩვენი მზია ამაღლობელი. აგერ ნინოსაც იგივე მუხზედავებიან პრინციპში, დიახ. და ესე მართლა გაოცებული ვარ, კაცო. ეს ახოვანი ვაჟკაცები, ასე ამ ხალბატონების თითო სილამ, რომელსაც სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე მართლა ფიზიკური ტკივილის მიმყენებელი. ესე უჩილობენ და როცა მე ტელევიზორში ვხედავ, რომ ერთ წაქცეულ მომიტინგეს 10 და 20 პოლიციელი ურთმავდა ის რაც ზვიადერატიამს რომ ატარებდნენ. მიშა სააკაშვილის ხელისუფლება მორალურად დაანგრია, როცა აჩვენეს კარანტინის დაშლა, როცა ესე იგი დერეფანში გამწკრივებული ძალოვანები ურტყავდნენ ესე იგი პატიმრებს. ამაგადარია ხალხი და გამოიყვანა ქუჩაში და აქ პატიმრებს კი არა ისწავლე ქუჩაში და პირდაპირ ეთერში აჩვენებენ როგორც ემენად. და იმასაც ეს გამორჩეული ფურტუგი როჩანდა ესე არ დაგეკარგებოდა მზერაში დაიდან მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელიც იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელმაც დავინახე, რომ 9 აპრილს მილიციელები დადგნენ ხალხის გვერდით და ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე იხსნეს. ბათუმის მილიციის უფროსი ბატონ ვანო ჯანელიძეს 10-ჯერ ვყავდი მანამდე დაჭერილი და ერთი შეურაცხყოფელი სიტყვა არ მახსოვს მისგან. ერთი მუჯლუგუნი არ მახსოვს მისგან და დამოუკიდებელი საქართველოს რო შედგა ხანდახან ქუჩის მეორე მხრიდან გადავდიოდი რომ გამარჯობა მეთქვა რა მთელი სიტყვით და მე მახსოვს როცა ჩვენ ბათუმელმა ბიჭებმა გავიგეთ რომ ბათუმელი მილიციელები ისაუბრნენ იქ მომიტინგეებს და ბევრს დაეხმარნენ გადარჩენაში. აი დია გაბაშვილი იყო ჩვენ შორის მაგის ინიციატორი. რაღაცა ფული მაგ ბიჭებო და სია გავიგოთ ზუსტად იმ მილიციელების რომლებიც იქ თბილისში ისაუბრნენ ხალხს ბათუმიდან და დღეს რა დაემართა ქართულ პოლიციას, რომელიც მილიციას ეძახიან უკვე და გადაიქცა რეჟიმის საფუძვლად. ის მილიცია აი 99-ში რომ მახსოვს ქართული მილიცია ბევრჯერ ჯობდა გავალდის ჯობდა ჩვენს პოლიციას. რა დაემართა, ანუ ეს რეჟიმისადმი მორჩილება საიდან წარმოიშვა მათში? სამწუხაროდ ესე აი აქაც ყავდა აბაშიძეს დამრტყმელი ბიჭები. როცა ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არცლად სახარბიელოა მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის. ზორბა ფიზიკურად განვითარებული ბიჭებისთვის ოჯახის ცემის საშუალებად იქცევა ეს. მათ შვილებს არ ჭირდება თავისუფალი საზოგადოება? ჯერ საკუთარ თავზე ფიქრობენ. ანუ არც მათ ჭირდება თავისუფლება? ნამდვილად არ ჭირდებათ ამ მომენტში. აი შვილები რომ გამოიძებენ და სასწავლებლად რომ დაასრულებენ რაღაცა, მე შეიძლება დაჭირდეთ, მაგრამ ჯერ მაგაზე არ ფიქრობ, მაგდენ twin-ი არა. ძალიან მწუხარია, მართლა ძალიან მწუხარია. და მე რა მინდა გითხრათ, აი იმ მომენტში ხო ბათუმის რომ ხართ 99-ში აი ეს რო გავიგეთ. დია გაბაშვილმა რომ ტელეფონი გადაგა ყველა იმ აქციებში ხალხის დამხმარების ისე თითო საათი მიდიდა. და მე როგორც ვანოსთან ძალიან ნაცნობი თუ 10-ჯერ ვყავდი დაგელი შემიშვეს მაგ საქმის საწესრიგო და ვანო ახლა რა გინდა შენ ესე ვუხარი რომ ბატონო ვანო გავიგეთ ამ ბათუმელებმა რომ ჩვენმა მილიციელებმა იქ ხალხი დაიცვეს. ხო და რაღაცით მადლობა მინდა გადაუხადოთ და რაღაცა ბიჭებმა პატარა საათები თუ რაღაცები იყიდეს. აქ ფერმლი მოაწყდა ყავს. კი ბატონო. შეკრიბა 5 წუთში. კი ბატონო. აი ესეთი რა აი ამ ყველაფერს ხო. მეგობრულად ვიყავით რა. რა შეაჩერებს ამ რეპრესიებს თქვენი აზრით საზოგადოებას რა სჭირდება იმისთვის რომ რეჟიმი ვერ მოერიოს მას? საზოგადოებას
სჭირდება აი რაღაც მომენტის დაჭერა, როცა მუხტი აიწევა და აი მე რო არ დაუშვა მუხტი, მაშინ ძალიან დიდი მნიშვნელობა რამდენად სწორად წარმართავენ. აი მომენტში სათავეში მყოფი ხელმძღვანელები აქციებს სწორად. კიდევ ერთი იმედის გასრულება რა, კიდევ უამრავ დღეს დაატარგმინებს ადამიანს და ვინ უნდა აწიოს ეს მუხტი? არ ვიცი, აი ყველაფერს უზღუდავენ ადამიანებს და რას ელოდება ხალხი? რაც უფრო შეეზღუება საუბედუროდ მე არ რაც უფრო ესეთი მაგარი იქნება უკვე მე გახეთქვა უფრო საშინელი იქნება და მე არ მინდა საქართველოში ეს გახეთქვა მოსწეს. ამიტომ მათაც თავრობასაც მოუწოდებ რა. სანამ შეიძლება დილად დავცილდეთ ერთმანეთს. ვარონდე დილად დავცილდეთ. ან ჯანდაბას გინდა რა. დამარწმუნე რო არ მიყავარ ისე. 37-ში წქონდა, გაგიბაკა. დამარწმუნე. მე მგონი რუსეთზე უარესი სიტუაციისკენ მიყავთ ქვეყანა. ვერა, ელოდებიან თავიდან მოვლენებზე, მე მაინც იმედი მაქვს რომ რუსეთს მაგრად გაუჭირდება. ეს ძალიან მოახლოებულია და ჩვენც მეხი შეგვეშება და ერეგება ამათაც ივარგო. მადლობა. ბათუმელების ჩართვაში ხართ, თქვენც კითხავთ ამ დღესთან დაკავშირებით, რომ სოლიდარობის ნიშნად ხართ გამოსული თქვენი კოლეგის მიმართ. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? სადამდე შეიძლება წავიდეს ეს რეპრესია? ის შეიძლება იყოს მორიგი მსხვერპლი, ასე რომ ვთქვათ, რეჟიმის და მორიგი მსხვერპლები რო არ გაჩნდნენ, რაში უყურებთ გამოსავალს, შეიძლება ასე ვთქვათ რა. მე ხა ეს ამდენ კითხვას, ამდენის გაუცემელ კითხვას პასუხს ვერ გავცემ, მაგრამ ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება იყოს შემდეგი. ანუ ეს ახლა ისეთი სიტუაცია, რომ არავინ არ ვართ დაზღვეული, რომ რაღაც მაგალითად ჩვენს ბჭყალებში არ შეგვემთხვევა და არ ცილს არ გვწამებენ. ვერ წარმომიდგენია დღეს, აი გასულ თვეებშიც კი წავე პერიოდში ვერ წარმოვიდგენდი, რომ აქამდე მოვიდოდით. უფრო პოზიტიური განწყობა მქონდა, რომ აი იმდენი ადამიანის აზრი, მნიშვნელობა, ჩემი აზრით, ერთი ადამიანიც რო იყოს აქ გამოსული და რაღაც ფაქტს აპროტესტებდეს, ისიც მნიშვნელოვანია და ისიც გასათვალისწინებელია. ჩვენთან ახლა რა გამოვიდა, რომ ამდენი ადამიანი გამოდიოდა თავის გულის ტკივილს ანუ აზიარებდა ესე ვთქვათ და არავინ არ მოусმინა. ეს ჩვენი ასე ხო, მაგრამ ეს რეჟიმის სახე არ მოგისმინოს. ეთყობა ასეა. მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენ ვართ ყველა პედაგოგები ვართ, დასაქმებული ადამიანები, ანუ ჩვენს მიმართ, ნებისმიერი ადამიანის მიმართ სახელმწიფო არის ვალდებული, იმიტომ რომ ჩვენ ვართ გადასახადის გადაყოლილი პირები, რომ ჩვენი გადასახადებით სულდმულებენ ისინი დღეს აღარ საუბრობთ დამატებით რა შემოსავლები აქვთ, მაგრამ ჩვენ მაგიტო დავიქირავეთ ეს მთავრობა, რომ გაიზიაროს ჩვენი ინტერესები, ჩვენ ამ ქვეყნის ნაწილი ვართ და ან ჩვენი ინტერესების გასაზიარებაა. ჩვენც არა, ხალხია სახელმწიფო საფუძველი, ხო? ხადიან, ჩვენც გულისხმობ ხალხს, ჩვენ, ანუ ხალხი ვართ. ხო, მაგას გულისხმობ, რომ ხალხია უფრო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ის ქმნის სახელმწიფოს. ჩვენ ვართ მნიშვნელოვანი და მაგას ვამბობ, აქ ერთი ადამიანიც რო იყოს, ორი თვის წინ ერთი ადამიანიც რო ყოფილიყო, აი იმ ადამიანის ტკივილი, ემოცია გასათვალისწინებელი იყო და ჩვენ რა დავინახეთ, რატო ახლა გულის ტკივილს გამოვთქვამდით აქ, რომ ანუ ადამიანები შემცირებული იქნება, როდესაც ჩვენ პირობითად ხელფასი, საშუალო ხელფასი 700-800 ლარია და 5000 ლარიან ჯარიმას მოსამართლეებს უზრდიან ხელფასებს, საჯარო მოხელეებს. ამის რო ემუქრებიან ჩვენი გადასახადებიდან და ასევე ჩვენ საწინააღმდეგო კანონებს იღებენ. დიახ, ამ ყველაფრით ემუქრები ადამიანს აღარ გამოვა რა პოზიტიური განწყობა ყველანაირად გვამცირებენ ესე რა ვთქვათ და აი გულის ტკივილი ემატება და შესაბამისად დავინახეთ შემცირებული საზოგადოება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობას ეს მოსწონს. იმიტომ რომ აქვე მოსაწონის აქციელი ძალიან დიდი ხანია მე აღარ დამინახავს. ჩვენ მოსაწონი აღარაფერი არ გვაქვს გასახარებელი და მოსაწონი აღარა, მხოლოდ ტრაგედია, აი არ ვიცი, ყოველ დღე ისეთი რაღაც ხდება, რომ აი ვერ გაიხარებ. და ანუ არ მჯერა ის, რომ თქვა ის ადამიანები, ვინც დღეს ჩუმად არიან, ყველას მოუწევს ეს.
ანუ გამორიცხულია რომ ვიღაცას ესენი არ დაიხლებიან აბსოლუტურად ყოველს მიაგება რომ დამნაშავე ხარ უკვე დიდი ხანი აღარ აქვს მნიშვნელობა დამნაშავე ხარ თუ არ ხარ ყველა დამნაშავეა ამათი ლოგიკით ყველა დამნაშავეა ესე იგი არ მოგწონს ის რასაც ისინი ჩადიან ესე იგი დამნაშავე ვართ ესე იგი ჯარიმის ვართ რა ქვია ესე იგი დაპატიმრების ვერსი ვართ ანუ ჩვენ ან დემოკრატია რატომ იმიტომ რომ დროული რეაქცია არ გვაქვს ამაზე და პასუხს არ გთხოვთ ჩვენ ამაზე რეაქცია უნდა გქონოდა წლების წინ წლების წინ რომ დავმონჯდით და არაფერი არ თქვით დროულად ვერ მივხვდით იმიტომ რომ მოგვატყუეს ჩვენი ის ყველა ანუ მოხდა გამოფხიზდება ნოემბერში როცა უკვე საბოლოოდ დაესვა წერტილი და მივხვდით რომ გვატყუებდნენ მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო როგორც აღმოჩნდა სამწუხარო ძალიან გვიანი იყო და ეს არის ჩემი პოზიცია რომ აი ვერც ძალიან ვიჭირთ ხა ვიღაცას მოუწოდოთ თუმცა ადრე ვფიქრობდი რომ ყველას მისი შეხედულება აქვს და თუმცა მე მგონი მაინც მნიშვნელოვანია რომ გააზრება მოხდეს ბოლომდე რა ელოდება ქართულ საზოგადოებას გაჩვენების პირობებში მაგრამ წარმოიდგინეთ რომ ანუ აქამდე ამდენი საშინელება ხდება და აქამდე საზოგადოებამ კარგად ვერ გაიაზრა ანუ რას ნიშნავს რომ ცხადია ისინი სხვანაირი მეთოდებით ცდილობენ ხალხის გაჩვენებას და ანუ ალბათ უმეტესობას ურჩევნია დუმილის მდგომარეობაში იყოს და ფიქრობენ რომ ასე მათ არ მოუწევთ ამ რეჟიმს თუმცა ისტორიამ გვაჩვენა რომ დუმილი არ იცავს ადამიანებს რეპრესიისგან გვაჩვენა რომ არც ერთი რეჟიმი არ არის მუდმივი და აუცილებლად მოხდება ისეთი რამ და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მალე რომ ამ რეჟიმს ამ მდგომარეობას საერთოდ ამ სევდიან მდგომარეობას ამ სასტიკრეალობას მოეხება ძალიან დიდი იმედი მადლობა კიდევ ერთხელ ქეთი მოკლედ თქვენს ჩაგწერთ რომ ლიტერატურის მასწავლებელი ხარ და ძალიან კარგად იცით ყვარყვარეს ისტორია და ამ დღეებში გაიჟღერა უკვე რომ ყვარყვარეს ციხეს დაემსგავსა დღეს ქართული მართლმსაჯულება უკვე ივსება ნელ-ნელა საზოგადოების წარმომადგენლები მასწავლებლებმა ვიცახოთ ყვარყვარეში გვიბრალეო ხო როგორ შეიძლება ასწავლო ყვარყვარე და ელაპარაკო ყვარყვარიზმზე როგორც ამ პრობლემაზე როცა გეუბნება არსებული პოლიტიკური ძალა, ვინც ხელისუფლებას ეძახის საკუთარ თავს, რომ კრიტიკა გეკრძალება და ყველაფერი გეკრძალება, რაც მე არ მომწონს, რაც მე შეიძლება ჩაგითვალო, ან ჩემ შეურაცხყოფად, ან ღირსების შელახვად. როგორ მოცემულობას გიქმნით ეს ყველაფერი? როგორც მოქალაქეს და როგორც პედაგოგს? როგორ გითხრათ ახლა, თქვენით ყოველთვის ვამბობ და სხვადასხვა მიუხედავად იმისა, რომ ყვარყვარე ამ ბოლო დროს ამოღებულია პროგრამიდან ზუსტად დღეს დამატებით დაუხსენე აბიტურიენტებს რომ ყვარყვარიზმი და ჯაყობის აღზევება სწორედ საზოგადოების გაჩუმების შედეგია რომ არა ყვარყვარეს ის საზოგადოება რომ არა ჯაყოს საზოგადოება ის ადგილი გავუსვენოთ საწყის ძირში რო შედან და ის უბრალოდ არა ღრეობა ფაქტურად და ვინც მასვინძელი უნდა იყოს სტუმარია და ვინც სტუმარი მასვინძელი და სულხან-საბა მამას განჯგონება დაარქვა ზუსტად ეგჭირს დღეს ანუ არეული ყველაფერი ყველა ღირებულებები ყველა ფასეულობები გაწელილია ფეხქვეშ ფაქტობრივად ჯერჯერობით ხდებიან ეს ბავშვები ამას ხო იმიტომ რომ ახალგაზრდა შინაგანად აქვს მაგალითად სიმართლის შეგრძნების უნარი და რაღაც ისეთი როგორ გითხრა სწორი ბუნებრივ როცა სწორ მხარეს დგომის უნარი მხარეს დგომის ახალგაზრდა ასაკში სისხლი თავისას შვება და გენეტიკა მაგრამ მოდი რა ბოლო-ბოლო ტიციან დაბიძემ თქვა საბჭოთა მიწა გიკოცნი ფესვებს ახალ ცხოვრების ვარ ალავერდიო ბოლო-ბოლო როცა რაღაცა ესეც რეპრესიის და რეჟიმის შედეგი იყო მოდია რაღაცა შენაც მე ვფიქრობ რომ ეს რაღაცა კარგია და ამ ახალგაზრდებს რაელის მომავალში არ ვიცი 10-11-20 წლის შემდეგ როცა არ შეიძლება მაგალითად ასე მოხდეს აბსოლუტურად პასეულობა და გადაწყობა თუ ეს სისტემა შენარჩუნდა თქვენ ფიქრობთ რომ 20 წლის შემდეგ საერთოდ იარსებებს ქართული სახელმწიფო არ იარსებებს აი რა ვიცი ნამდვილად არ იარსებებს იმიტომ რომ ჩემს ირგვლივ ახალგაზრდები ვინც არიან ან წასული ან წასულაზე ფიქრობს ანუ ვინც ქმნის ერის მომავალს ფაქტურად არ იარსებებს
ეს ასე თუ ასე გაგრძელდება. სამაგერო ძალიან ბევრი აღწერის მიხედვით გამოჩნდა, რომ თურმე გაზრდილა ბათუმის მოსახლეობა, საქართველოს მოსახლეობა ალბათ რუსების ცოტა ხანში ჩვენ აღმოჩნდებით ჩვენსავე ქვეყანაში უმცირესობა და რავი, არავითარი უფლებები აღარ გვექნება და რა ვიცი, ჩვენ გვინდა დავიჯეროთ რომ ყველაფერი სხვანაირად იქნება. მოდი გინდა პოეტს შინაგანად, გინდა მასწავლებელს. შიგნიდან კარგის დაჯერება უნდა. რატომღაც რო არიან ესენი ესე განწყობილი რომ მასწავლებელს სუდის დაჯერება უნდა? არ შეიძლება ქართულის მასწავლებელს გინდოდეს სუდის დაჯერება. ამ პოეტს გინდოდეს სუდის დაჯერება, მაგრამ შავზე თეთრი თქვა ეს და თეთრზე შავი ეს არ შეიძლება და ამიტომ დგას ეს ვისაც შერჩა კიდევ რაღაც შინაგანი ძალა და შინაგანი სიმართლე თორე რავი ახლა რაც ხდება ეს არის რა ვიცი 37 წელს ქრონიკას და ემსგავსა ჩვენი ცხოვრება იმაში რომ აბოში იწევოდნენ ვითარცა ლერწამი განილეოდნენ და იწევოდნენ ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერდა ასეთი ქვეყანა თუ უნდა თქვა მაგრამ უნდათ ეს შეშინებული შინაგანმკვდარი მასწავლებელი რეჟიმს ფაქტია რომ უნდა, მაგრამ საზოგადოებას რა უნდა? საზოგადოება მოხრენმა ბრძანა, ვინც ლაბარაკობს ხონდღუის, ვინც დუმს ის უფრო ტყუისო. ილია რომ ბრძანებდა მოძრაობა და მოძრაობა საზოგადოება უნდა თქვას თავისიაზე. ჩუმად გულში არ უნდა ილაპარაკოს და თუ კი მაგალითად ხელისუფლება ვერ ახერხებს საზოგადოების გაერთიანებას კეთილი უნდა ინებოს ოპოზიციამ ყველამ დაივიწყოს მისი პირადი ამბიციები ეს წრფელი მართალი გული თავის დროზეც უნდა მიიღო და ახლაც უნდა მიიღოს არ შეიძლება ჩვენ რაც გვჭირს ეს თორე დაგვემართება ვაიჭგვისაგან ყველას კარგით ძალიან დიდი მადლობა რომ გაგვიზიარეთ მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით ბათუმელების ლაივს ვინც ახლა შემოუერთით შეგახსენებთ რომ ჩვენ ვიმყოფებით ბათუმში ილია ჭავჭავაძის ძეგლთან სადაც ბათუმში მცხოვრები მასწავლებლები დღეს აქ შეიკრიბნენ სოლიდარობის ნიშნად ისინი სოლიდარობას გამოხატავენ თავიანთი კოლეგის ნინო დათაშვილის მიმართ რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ის დააკავეს საჯარო მოხელეზე თავდასხმის მუხლს ედავებიან და ემუქრება 4-დან 7 წლამდე პატიმრობა კოლეგები მიიჩნევენ რომ ნინო დათაშვილი არის სინდისის პატიმარი და მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში იყოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული და აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები ტყვეობიდან მე მადლობას გიხდით იმისთვის რომ ამ დროის განმავლობაში თვალსადევნებდით ჩვენს ლაივს გვისმენდით მე დროებით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე